2026 წლის 22 თებერვალს მექსიკაში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა ვინმე სერვანტესი. ოღონდ ეს ის სერვანტესი არა, ვინ თქვენ გონიათ, რომელიც კლინიკაში გადაყვანისას გარდაიცვალა. ოსეგუერა სერვანტესი დაიბადა 17 ივლისს 1966 წელს მექსიკაში, ღარიბ ოჯახში და მას ჰყავდა 5 ძმა. აშკარად მშობლებს ყრაული არ ეზარებოდათ. სერვანტესების ოჯახი დაკავებული იყო ავოკადოს მოყვანით და რა თქმა უნდა ავოკადოს მოყვანა არ არის ისეთი რენტაბელური, რომ თუნდაც 5 ბავშვის შენახვა შეძლებოდა ოჯახს. ჩვენი მთავარი გმირიც, როგორც იმ დროისთვის მექსიკაში ყველა მისი თანატოლი, ხდება კრიმინალური დაჯგუფების წევრი, კარტელის, სადაც მისი პირველი თანამდებობა არის მარიხუანას პლანტაციების ყარაულობა და დარაჯობა. 1980-იან წლებში ელ მენჩო უკანონოდ კვეთის ამერიკის ტერიტორიას, კერძოდ გადადის შტატ კალიფორნიაში, სადაც მისნაირი ამბიციური და კეთილმოწყნული კაცი ადვილად ხვდება, რომ ამერიკა ეს არის წარმატებისკენ მიმავალი გზა, ვინაიდან ბაზარი დიდია და აქ ხალხს უფრო მეტი ფული აქვს. ამერიკაში ყოფნისას ჯიგარს არაერთხელ აკავებენ და ადეპორტებენ, მაგრამ ელ მენჩო ყოველთვის ახერხებდა ამერიკაში უკან დაბრუნებას. იცვლიდა გვარს, იცვლიდა სახელს, მაგრამ არა საქმიანობას. ზუსტად ისეთი პონტია ევროპაში სარვენად წასულ ქართველს რო იაღლეში მოუვა და ადეპორტებენ და შემდეგ ბიცოლის და ცოლის გვარი ცდილობს უკან დაბრუნებას. ური რო არ გავატრაკოთ, ჯიგრის ყაურმის ბიზნესი ყვაოდა და კარიერულადაც ძალიან აღლა და წინ მიიწევდა სწრაფად. განსხვავებით შენი მეზობელი გელასგან, რომელიც 45 წლისაა, სადარბაზოსთან ბიჟაობს და სკოლაში წასვლისას ხურდაფურს გთხოვს და გეწუწუნება თუ როგორ უპოდლეს ევროპაში. ხალისკოს ახალი თაობის კარტელის ლიდერის რანგში ელ მენჩო ძალიან სწრაფად აფართოვებს ტერიტორიებს, თავარია სახელმწიფო მოღვაწეებს, ეგრეთ წოდებულ ჩინოვნიკებს, ქრთამის სახით ჯიბეში ისვამს. მისი მმართველობა გამოირჩეოდა წარმოუდგენელი სისასტიკით, არ უშინდებოდა აგრესიას და რაც მთავარია კონკურენტ ბანდებს და კარტელებს სასტიკად ანადგურებდა. ელ მენჩო სიკვდილის დროს ნომერ პირველი ძებნილი იყო მექსიკაში. მექსიკის ხელისუფლების შეფასებით ელ მენჩოს ქონება დაახლოებით 50 მილიარდ ამერიკულ დოლარს წარმოადგენდა. მის კარტელს კავშირები ჰქონდა ამერიკაში, კანადაში, სხვა ლათინურ ქვეყნებში, ევროპაში და მცირე აზიაში. ეს დაჯგუფება ძირითადად დაკავებული იყო კოკაინის და მეთამფეტამინის გაყიდვით. ამერიკაში 2024 წელს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც მეორე ვადით აირჩიეს დონალდ ტრამპი, რომელმაც კონგრესთან მიღწეული შეთანხმებით გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა მექსიკური დაჯგუფება და კარტელი, ასევე სხვა ლათინოამერიკული ბანდები გამოცხადდნენ ტერორისტულ დაჯგუფებებად. ამით ამერიკას უკვე შეეძლო ღია წყლებში თუ მის სანაპიროებთან გაენადგურებინა სამხედრო ძალის დახმარებით ყველა ის კატერი თუ გემი, რომელიც შეეცდებოდა მის უკანონო გადმოკვეთას და საზღვარზე წამლის შემოტანას. ოლი, გაქარია ქედან. წადი. 2024 წლის 1 ოქტომბერს ასევე მექსიკაში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც პირველად ირჩევენ ქალ პრეზიდენტს კლაუდია შეინბაუმს, რომელსაც ებრაული ფესვები აქვს. ეს ყოველი შემთხვევაში ვიცოდეთ, რამდენად შეწუწული ხალხია ებრაელები და ყველგან და ყველა კონტინენტზე სათავეში რო არიან. ამ ორი ქვეყნის მჭიდრო კავშირმა და ამერიკის დაზვერვამ მიგვიყვანა 22 თებერვალამდე 2026 წლის, სადაც სპეცოპერაციის დროს ელ მენჩო იღუპება. არაოფიციალური წყაროები იტყობინებიან, რომ ჩვენი ჯიგარი ჩააბოზა გრძელფეხება სანდო შესახედაობის ქერა ქალბატონმა 15 მილიონი დოლარის სანაცვლოდ. ელ მენჩოს დაღუპვას მოყვა კარტელის გააქტიურება. კარტელის წევრები წვავენ მანქანებს, წვავენ პოლიციის შენობებს, პირდაპირ შეტაკებაში შედიან მექსიკის გვარდიასთან და ატერორობენ მოსახლეობას. და ბოლო 10 წლეულის განმავლობაში ეს არის ყველაზე დიდი არეულობა მექსიკის ისტორიაში. მექსიკური ტელევიზიები არაერთ რიცხვს ასახელებენ, სადაც პირდაპირ შეტაკებისას მექსიკელი გვარდიელები დაიღუპნენ, მაგრამ კონკრეტული რიცხვი მაინც არ სახელდება, ჩვენ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია და ერთ-ერთ არხზე დაყრდნობით, რომელიც ყველაზე პოპულარულია, იძახიან, რომ მინიმუმ 25 მექსიკელი გვარდიელი არის ამ შეტაკებების დროს დაღუპული. მოგეხსენებათ FIFA-ს ეგიდით 2026 წელს რიგით 23 მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს, რომელსაც მას პინძლობს 3 ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა.
მექსიკაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, თუ მექსიკის ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სიტუაციის დასტაბილურება, ფეხბურთელების და გულშემატკივრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შეიძლება ტურნირის მასპინძლობა ვეღარ შეძლოს. რითიც შვეიცარიული ტრაკი აეწევა ჯანი ინფანტინოს, ჩვენ კიდევ მხოლოდ ერთი შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ ყველაფერი დასტაბილურდება და მექსიკის ნაკრებს მექსიკაში ვიხილავთ მასპინძლის ამპულაში და როგორც ფეხბურთის მოყვარულს გვჯეროდეს, რომ გილერმო ოჩუა, როგორც ახერხებს ხოლმე 4 წელიწადში ერთხელ გამონათებას, ამ მსოფლიო ჩემპიონატზეც ასე იქნება და მისი თამაშით ყველანი გაოცებულები ვიქნებით. ისე მაგარი უცნაური კაცია ეს გილერმო ოჩუა. მარტო 4 წელიწადში ერთხელ ნაკრების ფორმით ახერხებს რაღაც სასწაულების ჩადენას. ისე ჩვენი წყალტუბოს სამგურალის მეორე მეკარეც კი ჯობია.